ალეკო ელისაშვილის ქმედება, საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობა, თქვენ როგორ უყურებთ ამ ქმედებას? ორი ახსნა მაქვს, ან ძალიან სერიოზული რაღაც ფსიქიკური აშლილობა, ან ქართულოსთან შეთანხმებული ქმედება, რომ უბრალოდ სხვანაირად არის ხსნა, მე არც ლოგიკური ახსნა ამის ვერ მოვიდა. ქართულოსნებასთან რომ მრავალწლიანი პატიმრობა თუ დაუღირდეს? აი, როგორ დავიჯერო, რომ ადამიანი თავისნებით ამას ბანერი შინაარსი არა, კანცელარია, წაიღო პისტოლეტი თან, რა შეჭირდება ის რა ქვია, რაღაც გადაიცვა, გადმოიცვა. თელ ქალაქში კამერებია დაყენებული და ერთი ნაბიჯი შეიძლება გადადგა, რომ კამერა არ გადაგიხოს. აი სრული ტოტალურად ეს ხო იქნება გამოძიება. არა, უკვე ხო დადეს ვიდეო და ანუ ისეთ ტყეში და მშენებლობებზე აყენია კამერები, როგორც ჩანს აქ ქალაქში ვერ დაიმალები, საერთოდ ყველა გითვალთვალებს სუსი სადაც გინდა. ნუ ეს ჩანს ნამდვილად ამ ყველაფრიდან და დანარჩენი უბრალოდ ხო აბსურდს აქვს, ადგილი რა კანცლერია შინაარსი აქვს. ან რო გადაწვა ბენზინს ვინიყენე ბენზინს სუდი ამისთვის ასარჩევი ბოლომდე ვერ მივიყვანეო ბენზინს ნაცვლად რაღაც ნავთი უნდა დაასხა რაღაც სხვა წესიად რო ისთვის ისეთ რაღაც უნდა აიღო მე რაღა მანდატურ საჩხუბები მოუკიდე რაც დაასხე და ანუ ცეცხლი გაჩნდება გაქცევის შანსი უფრო მაღალი ანუ რაღაც ოდნავ რომ რაღაც სახიაზრი დაატანო რომელიმე ეტაპზე ყველგან არასწორად მოიქცა ადამიანი აბსურდულია მიზანი გაურკვეველია ორი კვირის წინ არჩევნებში უნდა მივიღო და რადიკალიზმი არ გვინდაო თბილისზე გამოგვიჯოთო და ეხა მიდი და ეხა რაღაც უნდა დავწვა სასამართლო შენობაო ეს იმხელა აბსურდია რომ მე ამჯერად რომ ადამიანები ბუნებრივად ნორმალურ გარემოში ასეთ აბსურდს ჩაიწერენ. ისეთი სილამაზით ყვებიან, აი თუნდაც მამუკა მდინარაძესთან რაც მოხდა პარლამენტში, როდესაც მიეპარა და დაარტყა. აი ამასაც ისეთი სენტიმენტები ყვებიან, რომ ისეთი სილამაზით ყვებიან, რა გამართლება აქვს საერთოდ ძალადობას. ხარე მაშინ მდინარაძესო დაარტყა იყო ქართული ოცნება, იმიტომ რომ ყველა კვლევებით ალეკო ელისაშვილის ამორჩევლის მეორე არჩევანი იყო ქართული ოცნება. და ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა ფაქტობრივად რომ თავისი ამორჩეული ეჩუქებინა ქართული ოცნების. ღიად ნაცური პოზიცია დაიკავა მიშასთან რაღაც დამეგობრობა დაიწყო ნაცებთან გაერთიანება მოუნდა მე კილილოს შევიდა მაგრამ თავიდან ნაცებს შეაპირებდა და აი ფაქტობრივად ღიად დაკარგა თავისი 1% ნახევარი და აჩუქა ქართულ ოცნებას ამიტომაც გონია ხოლმე რომ რაღაც შეთანხმებული ამბავი ახლა მე არ ვიცი შეიძლება მართლა ბატონი ბიძინა ძალიან ცუდი დამსაქმებელია და ასეთ რაღაცებს აკეთებინებს ადამიანებს არ ვიცი ან შეიძლება უბრალოდ გადაირია ალეკო მაგრამ არც ერთი ლოგიკური ახსნა ამას არ გააჩნია